მე კი ცუდად ვარ, მაგრამ ჩემს რიგში ყველა ცუდად არის და ეხლა მე რო ცუდად ვიყო, რა გასაკვირი იქნება, ხო? ამას თუ ფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო ამბები მაქვს. არსებობს პერსისტენტული დეპრესია, ადრე ამას ეწოდებოდა დისტიმია. ეხლა ეს რა არის? ეს არის დათრგუნული მდგომარეობა და ჩუმი დეპრესია, აი ფაროსანასავით არის მარტივად რო ვთქვათ რა. სადაც შეჩურთული არის თავისთვის და იქიდან გიშლის ნერვებს. ანუ პერსისტენტული დეპრესია არის მსუბუქი მიმდინარეობის დეპრესია, რომელიც გრძელდება 2 წელი და მეტი და მას ვერ ადგენენ, იმიტომ რომ არ აქვს დეპრესიისთვის მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა. კი, შეიძლება იყოს ცუდად, შეიძლება იყოს კონცენტრაციის პრობლემები, ძილის პრობლემა, ნეგატიური ფიქრები, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის გამკლავებადი. ანუ შენ დადიხარ უნივერსიტეტში, ან უვლი ბავშვებს, მუშაობ, ის მომენტი არ გაქვს, რომ აი კვილებს ვერ ვიხეხავ და ფეხზე ვერ ვდგავარ. არა, ეგ არ არის. ეს კარგია, იმიტომ რომ ესე იგი შენი ორგანიზმი ასე თუ ისე ადაპტირებულია და უკვლავდება, მაგრამ ცუდია, იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერს არ მკურნალობ. ახლა რატომ? მაგალითად ამერიკაში იყო კვლევა, რომ დაახლოებით 1.5%-ს აქვს ეს დისტიმია. ეს რთულად გამოსაკვლევია სრული დეპრესიის, ანუ 100%-დან დაახლოებით 25% მოდის აი ამ პერსისტენტულ დეპრესიაზე. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ და ვერ გრძნობენ საჭიროებას სპეციალისტთან მისვლის, ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან გულისხმობ. ანუ შენ კი მიდიხარ მეგობრებთან შეხვედრაზე, მაგრამ სიამოვნებას ვერ იღებ, ხან გირჩემია რომ სახლში დარჩე, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად სრული არ გაქვს, ანუ სიამოვნებას ვერ იღებ ბოლომდე ცხოვრებისგან. და პლუს გაქვს ხანდახან დეპრესიული ეპიზოდები, როგორ იცი, ანუ როგორ თქვა, მუდმივად გრძელდება, დღის უმეტეს ნაწილს მოიცავს, მაგრამ ხანდახან აი ოდნავ მეტი ენერგია გაქვს და შეიძლება იფიქრო, რომ ხო, აი ცუდადაც არ ვარ, თან ყველა ცუდად არის და ეხლა დიდი ამბავი რომ მე ვიყო, ხო? თუ ეს მდგომარეობა თქვენ გაქვთ 2 წელზე მეტია, დაფიქრდით იმაზე, რომ შეიძლება ეს იყოს დეპრესია და სხვებსაც რო აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს უნდა გქონდეთ. სხვაობა მიხედვენ თავის საქმეს და თქვენ მიხედეთ თქვენს საქმეს. თუ გაქვთ ეს პერსისტენტული დეპრესია, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება დიაგნოსტირება და ჭირდება მკურნალობა ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან. ანუ 2 წელზე მეტი დათრგუნული მდგომარეობა. ეს მინდოდა მეთქვა. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში კიდევ რაზე გინდათ რომ ვიდეო გადავიღო.